ჩვენი სკოლის გარდა ხო არც ერთი სკოლა არ არსებობს საქართველოში, რომელსაც შეიძლება მშობელმა იცოდეს მისი შვილისთვის დაახლოებით რა ღირებულებების გადაცემას ცდილობენ. შინაარსობრივად რა ტიპის ადამიანად უნდა ჩამოაყალიბონ, ხო არც ერთი სკოლა ამაზე. უბრალოდ არც ერთი სკოლის დირექტორი არ არსებობს, რომელსაც რაიმე პოზიცია ექნებოდა და საჯაროდ მზად იქნებოდა, რომ თავისი პოზიცია დაიცვას. რატო არის მისი სკოლა ასეთი და რატო არა სხვანაირი? რატო ასწავლიან ამას და რატო არ ასწავლიან სხვა რამეს? ხო და ჩვენ სკოლაში კონკრეტულად მშობელი უნდა მოვიდეს, იმიტომ მიუხედავად იმისა, ეს ნაცი იქნება, კოცი იქნება, არ ვიცი, ქრისტიანი იქნება, მუსლიმი იქნება, ებრაელი იქნება თუ რა ასე შემდეგ, რომ ამათ მშობლებს ეცოდინებათ რა ღირებულებების გადაცემა გვინდა ჩვენ და ჩვენ ნათქვამი გვაქვს რა ღირებულებების გადაცემა გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანი აღსართოთ ქრისტიანული ღირებულებების მოქალაქეთ, რომელსაც მართლა ექნება ის ღირებულებები, რომ შეიძლება გაარჩიოს, რომ ქურდობა ცუდია, რომ ტყუილი ცუდია, რომ ადამიანზე ძალადობა ცუდია. ხვა ნებისმიერი სკოლა აიღეთ, ანუ რო ასწავლიან რაღაცა, რომ მოდი ისეთი რა ქვია, შეიძლება ადამიანის მიერ ადამიანისთვის რაღაცის მოპარვა ცუდია, მაგრამ შენ თუ მთავრობაში ხარ და შეგიძლია რომ მილიონობით ადამიანი გაძართო, ეგ მოსულა პრობლემა არ არის. შენ თუ რაღაცა იქ ადგილი გიკავია, ან ბიზნესი გაქვს, ან რაიმე პოზიცია გიკავია და შენ ამის დაკარგვის შიშით შეგიძლია რომ სიმართლე აღარ ილაპარაკო. ანუ ეს თუ მოსულა, სხვაგან ჩვენთან არ მოსულა, ჩვენ მაგას არ ვასწავლით. თქვენ თუ გინდათ რომ თქვენი შვილები რაღაცნაირად კონფორმისტები გაზარდოთ, დიდი ალბათობით ჩვენ სკოლაში არ უნდა მოიყვანოთ. იცოდე რომ შენ რა არჩევანი გაქვს შენს ცხოვრებაში, რომ ამ გზას დაადგე თუ იმ გზას დაადგე. ანუ ამ გზაზე რა რისკები და ხიფათი შეგხვდება და სხვა გზაზე რა რისკები და ხიფათი შეგხვდება. რა არის კაცო ამ ჩვენი დასავლური ცივილიზაციის, ეტალონი, როგორ ადამიანს უნდა მიბაძო, რატო უნდა მიბაძო ქრისტეს, რატო უნდა მოიქცე ისე, რომ ავიცი, როგორც ჩვენი ასე თქვა მთელი რაღაცა 2000 წლოვანი ისტორია, თუ 1600 წლოვანი ქრისტიანობის ისტორია, რა მორალსაც გვიზრდი და ჩვენ და როგორც ვიზრდებოდით, რას ნიშნავს ქართველობა, რო ვიზახით. მაგას ნიშნავს ქართველობა და ჩვენ აი მაგის სწავლება გვინდა. ანუ ჩვენთან გახსნილი იქნება მაგალითად ლაპარაკი იმაზე, თქვათ რა არის კომუნიზმი. სულ ორი იდეა არსებობს რა, რომ ერთი ადამიანი არის რაღაც ღმერთის ხატად შექმნილი და შენ არ შეიძლება მასზე იძალადო და მეორე იდეა არის რომ ადამიანები ზოგადად დეგენერატები არიან და ვიღაცამ თუ ესენი არ დაამენეჯმენტა, ანუ ამათ არაფერი არ ეშველებათ. ანუ ესეთი ორი წარმოდგენა არსებობს, აი რადიკალურად რო წარმოვიდგინოთ რა და ეს წარმოდგენა რომ ადამიანები დეგენერატები არიან, შეგიძლია გაპარსო, შეგიძლია რაც გინდა ის გაუკეთო და ასე შემდეგ და რაღაცა აშაგაო და ანუ ამის გამოვლინება არის კომუნიზმია რა, ანუ კომუნიზმი რომელიც საბოლოო ჯამში ტოტალიტარულ საზოგადოებამდე მიგიყვანს, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს კომუნიზმი, ვოუქიზმი იქნება, მწვანეები იქნებიან, არ ვიცი, პოლპოტი იქნება, მაოძედუნი იქნება, სტალინი იქნება, პუტინი იქნება თუ ვიღაცა იქნება, საბოლოო ჯამში ამსეთ საზოგადოებას მიიღებ, ანუ ფორმებს იცვლის რა, მაგრამ შინაარსი არ იცვლება, ფორმები ცვალებადია, შინაარსი არ იცვლება და მეორე საზოგადოება არის, რომელსაც ადამიანის ჯერა, რომელშიც მაგალითად ძალაუფლების კონცენტრაცია არ მოსულა, სადღაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა არ მოსულა, ადამიანების მოტყუება არ მოსულა. თავარი პრინციპები მოდი შევარჩიოთ სწორედ და თუ პრინციპებს სწორად შევარჩიოთ, მაშინ უკვე მეთოდებსაც მივაყოლებთ შესაბამისად. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ამ შემთხვევაში მაინც მორალური კომპასის ჩამოყალიბებაა რა, ვიდრე თქვა ტექნიკური ცოდნის მიცემა, იმიტომ რომ ტექნიკური ცოდნა უკვე აღარ არის იშვიათი ხილი, ანუ იშვიათი პროდუქტი რა, ანუ ტექნიკური ცოდნა საჭიროების შემთხვევაში შენ თუ მართლა ინტერესი გაქვს რომ რამე გააკეთო, უკვე ხელმისაწვდომია. ამ სამყაროში ეს ტექნოლოგიები ყველაფერი ხელმისაწვდომია, ცოდნა უკვე ხელმისაწვდომია. მე ვიცი რომ ძალადობით და ტყუილით ბავშვების აღზრდა არ შეიძლება. ვნახე ის რაც მომეჩვენა ყველაზე უფრო ადეკვატური, ყველაზე უფრო ჰუმანური, ყველაზე უფრო რაღაცა თვალსაზრისით ქრისტიანული თუნდაც აი ესე რომ ვთქვათ, აღზრდის თვალსაზრისით რაც ბავშვისთვის ყველაზე ნაკლებად მტკივნეული და რა ვიცი, მეგობრულ გარემოში გაზრდის შესაძლებლობას მომცემდა და ის მოდელი ავირჩიე.